ჩვენ ვიმყოფებით ფრანკფურტის უნივერსიტეტში და ვიმყოფებით ძალიან საოცარ კაბინეტში, რომლის დაარსების ისტორია უკავშირდება თქვენ სახელს ქალბატონო მალენა და დიდი მადლობა ამისთვის პირადად ჩემგან, იმიტომ რომ მართლა ძალიან ემოციური იყო აქ ყოფნა და მოგვიყევით ყველაფერი. რა წიგნები არის ეს, სად ვიმყოფებით? ჩვენ ახლა რუსთაველის კაბინეტში ვიმყოფებით, თუმცა თავიდან ეს გახდათ ქართველოლოგიური ბიბლიოთეკის ოთახი, სადაც განთავსებული არის ქართველოლოგიაში თითქმის ყველა ის ძირითადი ლიტერატურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ქართველოლოგიის შემსწავლელთათვის. მე 2002 წლიდან მოვ ფრანკფურტის უნივერსიტეტში და რომ დავიწყე მუშაობა, დიდი ნაწილი ბიბლიოთეკისა უკვე არსებობდა. შემდეგ უკვე შეძლების დაგვარად ვცდილობდი, რომ შემევსო და განმეორწო ბიბლიოთეკა. და იდეა თვითონ რუსთაველის კაბინეტის დაარსებისა გაჩნდა 2016 წელს, როდესაც იოს გიპერთან ერთად გამოვეცით ჰუგო ჰუპერტის გერმანული თარგმანი, ეს წიგნის ბაზრობისთვის იყო განკუთვნილი. მაშინ გადავწყვიტეთ, რომ აგვეღო წერეთლისეული ხელნაწერის მინიატურები და როდესაც გადავხედე სამი პოეტური თარგმანი არსებობს ვეფხისტყაოსნის გერმანულ ენაზე და სწორედ მაშინ შევეჯახე ამ საკითხს, რამდენად ადეკვატურად არის გადმოტანილი რუსთაველის როგორც ლექსწყობა, ის შინაარსი, ის სიღრმე, ის ფილოსოფია, რაც არის მოცემული ვეფხისტყაოსანში. და აქედან გამომდინარე, შემდეგ გადავწყვიტეთ რუსთაველის წაკითხვა 50 ენაზე, რომელიც ფრანკფურტის უნივერსიტეტში განხორციელდა პირველად 2018 წელს და შემდეგ გავიმეორეთ იგივე მარათონი წიგნის ბაზრობაზე ქართულ παvilionში. Sírvame de testimonio en esta empresa el poema de Savio Etheros. Triste es ver Wattezeug, Geschirr und Panzer dicht, ein Perlenschmuck. All at once they saw by the stream a stranger sitting and weeping, holding a coal black steed by ეს არის ზექალა შანიძის მიერ გადაწერილი ერთი თავი ლოცვა ავღანინისა. სიმბოლური იყო, იმიტომ რომ უფროსი თაობის და უმცროსი თაობის ქართველოლოგები იღებდნენ ამ ხელნაწერის შექმნაში მონაწილეობას. მეგრული გვაქვს, რუმინული, ლაკურათაც არის თარგმნილი კავკასიური ენებიდან, იაკუტურად არის თარგმნილი, ჩეჩნურად გადაწერილი. არის განთავსებული უპირველეს ყოვლისა ქართულად გამოცემული იშვიათი გამოცემები, როგორიც არის მაგალითად ბექთაბეგისეული ფაქსიმილე, ასევე ბაკმის მიერ გამოცემული ქართული ვეფხისტყაოსანი, ისევ წერეთლისეული მინიატურებით, მაგრამ აქ არის კიდევ უამრავი წიგნი 56 ენაზე მოპოვებული გვაქვს ვეფხისტყაოსნის თარგმანები. უმრავლესობა არის ორიგინალი და ამას წლების განმავლობაში ვაგროვებდი მე თვითონ და შემდეგ ეს გადავეცი საჩუქრად რუსთაველის კაბინეტს. ისენები, რომელიც ვერ მოვიპოვეთ, თარგმანები, მაგალითად ჩინურად, კორეულად, ინდურად, ასეთ შემთხვევაში უბრალოდ ელექტრონული ტექსტები კოპიების სახით დავბეჭდეთ. და როდესაც აი ამ ხედს ხედავთ ყოველდღიურად და გესმით და უბრუნდებით რუსთაველის სიტყვებს. საოცარი შესაძლებლობა არის ის, რასაც ევროპული უნივერსიტეტები გვთავაზობენ, ჩვენ და განსაკუთრებით ფრანკფურტის უნივერსიტეტი, იმიტომ რომ მთავარია გქონდეს იდეა, მთავარია გქონდეს სურვილი, ყველაფრის შემოტანა შეიძლება, ყველაფრის კვლევა შეიძლება და მით უმეტეს სტუდენტებიც აი ისეთი მონდომებულები არიან, რომ დღეს პრაქტიკულად რუსთაველის გარშემოტრიალებს კავკასიოლოგიის სპეციალობის სტუდენტების მთელი ცხოვრება. ახალ თავგადასავლებს თავაზობ, ხო, არა მხოლოდ მეცნიერებაში, არამედ რუსთაველი ეს არის რაღაცა კიდევ სხვა ფენომენი. დაინტერესება იყო საოცარი, იმიტომ რომ როგორც კი შემოვიტანა სპეციალური პრობლემები და ეს იყო დიგიტალური რუსთველოლოგია, ძალიან ბევრი სტუდენტი მოვიდა ამ სემინარზე. ანუ რუსთაველი 21 საუკუნეში რჩება თანამედროვე ავტორი. რესურსი არის, რომელიც ამოუწურავია. ის არასოდეს არ ფერდება, ის არასოდეს არ გაქრება, ის არის საყრდენი ჩვენი კულტურის, ჩვენი ცნობიერების. რუსთაველის გარეშე ხომ შეუძლებელია, რომ წარმოვიდგინოთ ქართული იდენტობა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის და მართლაც საოცარ გარემოში ვიმყოფებით, იმიტომ რომ რუსთაველი ყოველთვის ძალიან ახლობელი ავტორია, ხო, თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ
როგორც ქალბატონმა მანანამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ 21 საუკუნეშიც ის რჩება თანამედროვე ავტორად და ის აგრძელებს ცხოვრებას ამ კრიტიკებშიც.